საქართველოს სამწუხაროდ არის პატარა ქვეყანა. შესაბამისად, პატარა ქვეყანას არ გააჩნია დიდი შრომითი ბაზარი. ანუ მისი შრომითი ბაზარი არის ძალიან მცირე. მათ შორის გასაღების ბაზარიც, ხო, ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული. არ გვაქვს სამწუხაროდ ბუნებრივი რესურსები ისეთი რაღაც დიდი, როგორც შეიძლება ქონდეს აზერბაიჯანს. შესაბამისად, ინდუსტრიაზე, ანუ წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკის შექმნა ძალიან რთული. ამიტომაც არის, რომ იმპორტირებული საქონელი ჩვენ შიდა ბაზარზე, ასე იგი, წარმოებულ საქონელზე ბევრად უფრო იაფია და კონკურენციაში ჯობნის. რაც საუნა ვეცადო მე რომ დავასუბსიდირო, ხო, ადგილობრივი ქართული წარმოება, აი სოფლის პროდუქტებზე რო წავიდეთ, ხო? ქართული წარმოების, ასე იგი, დავხოთ პროდუქტი ღირს 10 ლარი, ის ყოველთვის უფრო მეტად ძვირი იქნება, ვიდრე შეიძლება იყოს იგივე ჩინური წარმოების ან თურქული წარმოების, იმიტომ რომ მუშახელი უფრო მეტია, გასაღების ბაზარი უფრო მეტია. თუ შენ ადგილობრივი წარმოების რაღაცა მასიური წარმოებაზე არ გადახვედი. მასიურ წარმოებას ჭირდება რესურსი, ხო? ჩვენ არ გაგვაჩნია მასიურ წარმოებაში გულისხმობა იმას, რომ იმისათვის რომ შენ პამიდორი მოიყვანო, პირობითად ჭირდება სხვა ტიპის, ბევრი ტიპის წარმოების შექმნა, რომ ამის ფასი თვითღირებულება არ იყოს ბევრად ძვირი, ვიდრე იმპორტირებული საქონელისა. ამიტომ ინდუსტრიულ ეკონომიკის შექმნას ჭირდება ძალიან დიდი რესურსი. შესაბამისად, ეს რესურსი ქვეყანას ჯერჯერობით არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მე ვისურვებ, რომ ჩვენი ქვეყნის რაღაცა ეკონომიკური განვითარების მოდელი ორიენტირებული იყოს იმისკენ, რომ ესეთი ტიპის ინდუსტრიები შეიქმნას და ხელი შეუწყოს და არის სხვადასხვა პროექტების კიდევაც, თუმცა უფრო მასშტაბური და უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, თუმცა რეალობა ესეთია. შესაბამისად, ხდება ერთ-ერთი რაღაცა უზრუნველყოთ უცხოური ინვესტიციები და სწორი მოდელი როგორი იქნებოდა, ჩემს შემთხვევაში მე ვიტყვი და მე თქვენი აზრი გამოთქვით კომენტარებში. უზრუნველყოთ პირდაპირ ინვესტიციები, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და სარგებელზე და ამონაგები თანხა მაქსიმალურად ჩავდოთ ისეთი ტიპის ინდუსტრიების განვითარებაში, რომელიც ჩვენ წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკას საფუძველს შეუქმნიდა. უპირველესად ეს არის განათლება, იმიტომ რომ თქვი კიდევაც რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ბუნებრივი რესურსები დიდარი, მიუხედავად იმისა, ვისაც არ უნდა ეწყინოს და მოსწონდეს ქართული სოფლის ნობათი, ქართული სოფლის ნობათი ვერ იქნება მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, შეუძლებელია პატარა ქვეყანა ხარ და ნუ ჩვენ შეგვიძლია ხარისხზე წარმოებულ კონკურენციაში შევიდეთ, როგორც მაგალითად ქართული ღვინოა, ამ შემთხვევაში და სასიამოვნოა რომ ბევრი ახალი მეწარმის ცდილობს რომ ტექნოლოგიები შემოიტანოს და ხარისხზე ორიენტირებულ კონკურენციაში შევიდეს, თუმცა ნუ ესეც რაღაცა მცირე მასშტაბის არის. ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ შევქმნათ და საფუძვლად დავუდოთ ჩვენს ინდუსტრიულ ეკონომიკას, ეს არის განათლება და ინტელექტუალურ აქტივზე დაფუძნებული ინდუსტრიები.